ეგრეთ წოდებულ 4 ოქტომბრის საქმეზე გამოტანილ პირველ განაჩენს ოპოზიციის ალიანსი განცხადებით ეხმაურება და წერს, რომ ეს არ არის მართლმსაჯულების აქტი. მათი თქმით, ეს არის რეჟიმის მიერ გაფორმებული პოლიტიკური ანგარიშწორება, რომელსაც სამართალთან საერთო არაფერი აქვს. 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ დაკავებულ საოპერო მომღერალს პაატა ბურჭულაძეს, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და თადარიგის პოლკოვნიკს ლაშა ბერიძეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ასევე მოსამართლის გადაწყვეტილებით 5 წელს გაატარებენ საპატიმროში თორნიკე მჭედლიშვილი, ნიკა გვენცაძე, ირაკლი ჭკვირკია და გური ჟვანია. მეათე ბრალდებულს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილ მაღალ ჩინოსანს ირაკლი შაიშმელაშვილს კი 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. შაიშმელაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. 4 ოქტომბერს დაკავებულების მიმართ გამოტანილი განაჩენი არ არის მართლმსაჯულების აქტი, ეს არის რეჟიმის მიერ გაფორმებული პოლიტიკური ანგარიშწორება, რომელსაც სამართალთან საერთო არაფერი აქვს. ყველა დაკავებული პირი არის პოლიტიკური პატიმარი და დღევანდელი გადაწყვეტილება მხოლოდ რეჟიმის პასუხისმგებლობას ამძიმებს. ამ უკანონობასთან ბრძოლის ჩვენი მთავარი გზა მშვიდობიანი პროტესტია. სწორედ ამიტომ 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს ვიკრიბებით რუსთაველის გამზირზე. ეს არის ბრძოლა ჩვენი მოქალაქეების თავისუფლებისთვის. პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას და ირაკლი ნადირაძეს ჯგუფურად სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და ხელმძღვანელობას და სახელმწიფოს კონსტიტუციური წესრიგისა და ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას ედავებოდნენ. ლაშა ბერიძეს ჯგუფურად ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას, პაატა მანჯგალაძეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას, ირაკლი შაიშმელაშვილს სახელმწიფოს კონსტიტუციური წესრიგისა და ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას, თორნიკე მჭედლიშვილს, ირაკლი ჭკვირკიასა და ნიკა გვენცაძეს კი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა და სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას, გური ჟვანიას ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას.